ცხოვრობდე მიზეზი არა მე არ დავიწყებია რომ ლოცვას ვაპირებ ლაშა მიზეზი არა იმისა რომ ისემ რაიმე დაგვიკა ო ესეც კარგი იყო მაგრამ არა უშავს განსხვავება ყოველთვის იქნება იმათ შორის ვინც მანდ მოდის ფიზიკურად და იმათ შორის ვინც ჩანაწერს უყურებს იმიტომ რომ კაცი რასაც თესავს იმას იმკის და როცა შენ რაღაცა მსხვერპლს გაიღებ იმისთვის რომ მიხვიდე ეკლესიაში ეს მსხვერპლი არ ქრება უკვალოდ ასე რომ ყოველთვის იქნება განსხვავება ჩანაწერსა და ადგილზე ღმერთის სულის მოქმედებას შორის მეთანხმებით კარგი მოგიწევთ უფალო მადლობა შენ რომ ასე შეგვიყვარე უფალო ისე შეგვიყვარე რომ ამ სიყვარულმა აღარ მოგასვენა და გაიღე ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი და მნიშვნელოვანი რაც გაგაჩნდა შენი მხოლოდ შობილი ძე მადლობა შენ იესო ქრისტე რომ ისე შეგვიყვარე რომ მიატოვე ღმერთის დიდების ადგილი ზეცა და მოხვედი ჩვენთან თავი დაიმდაბლე დრომდე უფალო მადლობა რომ ყველა შემოთავაზებაზე რომელსაც თავაზობდნენ ოღონდ ჩვენთვის მსხვერპლი არ გაგეღო ჩვენთვის არ მომკვდარიყავი ჩვენთვის არასულიყავი ჯვარზე ყველა შემოთავაზება ქვეყნიერების ყველა სიმდიდრიდან მეფობიდან დაშინებიდან და ასე შემდეგ ყველაფერზე უარი თქვი და მაინც ის აირჩიე რომ ჩვენთვის გაგეღო მსხვერპლი მადლობა რომ ასე შეგვიყვარე უფალო მადლობა რომ შენ გვირჩევ შენ გვეძახი მადლობა რომ სანამ ჩვენ გაგიცნობდით მანამდე შეგვიცანი და შეგვიყვარე ღმერთო მადლობა რომ დაგვიძახე და თვითოული ჩვენგანი ხვი შენი სულისაგან შეგვაძლებინე უფალო რომ მადლობის ნიშნად გემსახუროთ და ჩვენც გავახაროთ შენი გული ისე როგორც შენ ახარებ ხოლმე ჩვენს გულს ჩვენც გავახაროთ შენი გული ისე როგორც შენ გაახარებ მანდ როდესაც მოვალ შენ მანდ გჭირდებოდი და მოხვედი ამ დედამიწაზე ჩვენს წასაყვანად მოხვედი უფალო ახლა ჩვენ გვჭირდები აქ დედამიწაზე რომ შენი საქმეები აღვასრულოთ და რაც შეიძლება მეტი სული მოგიყვანოთ მან ზეცაში უფალო მადლობა შენ დაგვეხმარე შენ ხარ ყოვლი შემძლე ღმერთი შენ ყოველივე უწყი მოლეკულურ დონეზე გვიცნობ უფალო ყველაფერი შენი სიტყვით დგას და ვინც შენ სიტყვაში რჩება ის საუკუნოდ რჩება მადლობა შენ უფალო საყვარელო აკურთხე დღევანდელი დღე ჩვენი საუბარი თითოეული მსმენელის გული მოლაპარაკის გული და ეს სიტყვები რომელიც შენ გსურს ის სიტყვები იქნას წარმოთქმული და გაცოცხლებული თითოეული მსმენელის გულში ყველა ხელის შემშლელი ფაქტორი ყველა სიმაღლე რომელიც ზეაღმართულია შენი სიტყვები შენი ჭეშმარიტების შემეცნების საწინააღმდეგოდ იესო ქრისტეს სახელით იქნას დამხობილი და აღსრულდეს მხოლოდ ნება შენი შენი ძვირფასი სახელის სადიდებლად ამინ კარგით მე დღეს როცა ვფიქრობდი ვლოცულობდი რაზე უნდა მელაპარაკა თქვენთან უფალმა მომცა მიმართულება და იცით აი მიხარია რომ აი ამაზე განეწყო ჩემი გული სალაპარაკოთ იმიტომ რომ ჩვენ ამას რა თქმა უნდა არაერთხელ შევეხეთ სხვადასხვა კუთხით მაგრამ მე ვფიქრობ რომ უკვე ის მომენტი დგება როდესაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეთ ჩვენ როგორც ბრუკლინის ეკლესია წეგან მე და ჩემი პატარა ევა თამაშობდით აქ დედას იქით აქვს ჩართვა მე აქეთ მაქვს ჩართვა და დასველოდებოდით სანამ მოვიდოდა რომ გადამებარებინა და თავისი კუბიკები აქვს და აბა მამიკო მოდი ხა სახლი დავალაგოთ მეთქი და კუბიკების ჩანთა მომიტანე მეთქი და წადი და ის კუბიკები მოიტანე წავიდა ჯერ ერთი მოიტანა ჩამიგდო ჩანთაში მიყურებს მერე მეორე მოიტანა ჩამიგდო ჩანთაში და შევაქე და რო შევაქე სახე გაებადრა მესამეზე უფრო მოტივირებულად წავიდა მერე ორ-ორი მოიტანა მერე სამ-სამი და თითოეულს რო აგდებდა თითოეულზე ახალ კომპლიმენტს იმსახურებდა და კის-კისში გადაეზარდა ეს ყველაფერი და მერე რას მიხვდა იცით რომ 4 ცალი 5 ცალი შეერთებული რო ეგდო ეს ასაწყობი ლეგოს კუბიკები მერე მიხვდა რომ 4 ცალის ჩაგდებაზეც ერთ კომპლიმენტს იღებდა ამიტომ სათითაოდ აძრობდა და ესე აკეთებდა და თან მიყურებდა ხო და იცი რას მივხვდი
ვაკებდი უკვე დიდი გოგო ხარ მეთქი, რა კარგი ხარ, რა ჭკვიანი ხარ და თავის ხვანაირად იგრძნო. სულ ბოლომდე მოაპრიალა ყველაფერი, იქ ჩავყარეთ იმაში. მერე შევკარი, მერე დაათრევდა ამ ჩანთას, მიჩვენებდა, ხან მინიმაუსი ჩავაგდე შიგით, ხან რაღაცა და აი ეს რომ გაიზიარა მამის ხედვა, ეს პასუხისმგებლობა უკვე დიდად რო იგრძნო თავი, დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა მისთვის და ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო. იცით მოციქულებს რო აგზავნიდა იესო ქრისტე და რო აბარებდა რაღაცეებს, ისინი რო ბრუნდებოდნენ იესოსთან, გახარებული უყვებოდნენ როგორც პატარა ბავშვი. ვიცი, შენი სახელით ეშმაკები გვემორჩილებოდნენ. იცი, შენი სახელით ადამიანები ინკურნებოდნენ. იესოსთვის ეს ახალი არაფერი არ იყო. ახლა კუბიკები მილიონჯერ მაქვს აგროვებული, მაგრამ მე მახარებდა ჩემი შვილის სიხარული და იესოს ახარებდა მათი სიხარული. თუმცა შეიძლება უკვირდა კიდეც, რატომ გიკვირთ? პირველად ხო არ ნახეთ. ეს კი არ არის ყველაზე სასიხარულო, რომ რაღაცეების გაკეთება შეგიძლიათ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თავარი ის არის, რომ თქვენ წილად გხვდათ ჩემი შვილობა. თავარი ის არის, რომ თქვენ წილად გხვდათ ის, რომ თქვენი სახელები ჩაიწერა ცათაშინა. და ეს ჩვეულებრივი მომენტია. ის, ვინც ზეცის სიცოცხლის წიგნში წერია, ის, ვინც ჩემი სისხლით არის გამოსყიდული, ბუნებრივია ეს ზებუნებრივი ნიშნები ახლდეთ თან. და სწორედ აი ამ მომენტს ვგრძნობა ხარ, რომ ჩვენ როგორც ბრუკლინის ეკლესია უნდა გავიზარდოთ და ნელა-ნელა უნდა ვიტვირთოთ ის პასუხისმგებლობა, ნელა-ნელა უნდა მიუყვეთ მამას ფეხდაფეხ, იესო ქრისტეს ფეხდაფეხ, სათითაოდ იმ საქმეების კეთება დავიწყოთ, რომლისთვისაც ბრუკლინის ეკლესია დაადგინა უფალო. და პირველ რიგში ეს, როდესაც იესო ქრისტე მაღლდებოდა, ხო? პირველ რიგში ეს იყო მახარებლობა, რაზეც ხაზი გაუსვა. და აქ მომზადებული მაქვს მათეს ახარების 22 თავი და წაგიკითხავთ, აი მე-18-მე-20 მუხლები. მათეს ახარება 22 თავი 18-20 მუხლები. მოვიდა მათთან იესო და უთხრა: მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ნახეთ რას ამბობს იესო ქრისტე. მთელი ხელმწიფება ზეცაშიც და დედამიწაზეც. აი, ნებისმიერ ქვეყანაში დიქტატორულია, დემოკრატიულია თუ რა არის, რამხელა ხელმწიფება და ძალაუფლება აქვს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობას ზოგადად. ჯარები, מחვილის ამღები ხალხი ემსახურებიან. იტყვის რაღაცას პრეზიდენტი, მთავარსარდალი და ომები იწყება. წარმოგიდგენიათ, როგორი ძალაუფლების მატარებლები არიან ამ დედამიწაზე მეფეები. აი, პუტინს ერთი ბირთვული ღილაკი აქვს და მთელი მსოფლიო ანგარიშს უწევს. იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, რამხელა ძალაუფლება აქვს ძალის მქონე ადამიანს. ძალაც აქვს და უფლებაც, ხელმწიფება, მაგრამ იესო ქრისტე რას ამბობს, იცით? თავის უახლოეს მეგობრებს, მოწაფეებს, ვინც მერე ჩვენ ეს სიტყვები აღგვიწერა და დაგვიწერა. ეუბნება, რომ მე მაქვს მოცემული რეალურად მთელი ძალაუფლება. ოდესმე ნეტავს შეგვაძლებინოს ღმერთმა, რომ აი ეს გავაცნობიეროთ, რას ნიშნავს მთელი ძალაუფლება ზეცაში, მიწაზე და ქვესკნელში. წარმოგიდგენიათ, ეს ჩვენ გვაქვს მოცემული. თუ იესოსთან ვართ, თუ იესოს ნებას და მისიას ვასრულებთ, ამ ძალაუფლების მატარებლები ხდები ჩვენ და ნახეთ რას ამბობს იესო ქრისტე. მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე. ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმინდის სახელით. აი ცოტა ხნის წინ ნათლობა ქონდა ხო მათ. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველ დღე წუთისოფლის აღსასრულამდე. რა მაგარი აღთქმები იმალება ამაში. ჯერ ერთი რომ იესო ქრისტე ამბობს, რომ მე მთელი ძალაუფლება მაქვს მოცემული და რადგან ეს ძალაუფლება მე მაქვს, თქვენ დავალებას გაძლევთ აი ამ ძალაუფლებიდან გამომდინარე. რომ ახლოს ხო უნდა იყოს რაღაცას რო გვეუბნება უფალი იესო ქრისტე. შემთხვევით კი არ თქვა რომ მთელი ძალაუფლება მაქვსო. გვეუბნება რომ დახვალთ ამის გასაკეთებლად. უნდა გახსოვდეთ რომ თქვენ რაღაცა საცოდავი, შევიწროებული, შეშინებული უბადრუკი, საცოდავი ხალხი კი არ ხართ. მთელი ძალაუფლების მქონე ხელმწიფის წარმომადგენლები ხართ.
ელჩები ხართ, მოციქულები ხართ, გახვალთ და იქადაგებთ სახარებას. იქადაგებთ სახარებას და ასწავლით ხალხს გადარჩენის გზებს. და თქვენთან ერთად ვიქნები წუთი სოფლის აღსასრულამდე ამ საქმეში. ეს საოცარი განცდა, ჩვენ წინა მსახურებაზე ვილაპარაკეთ. იესო მოუხმო 12-ს მოციქულები დაარქვა მათ, ანუ წარგზავნილები, პირდაპირ მისცა სტატუსი, თქვენ ხართ ჩემი წარგზავნილები, მოციქულები ხართ. გულში კი არ დაარქვა, უთხრა რომ ჩემები ხართ, უნდა წარგაგზავნოთ, მაგრამ რათა მასთან ყოფილიყვნენ. ნახეთ როგორ არის გადაჯაჭული ეს. იესოსთან რო იყვნენ, ამიტომ ჰქონდათ მათ ეს ძალაუფლება და იესო კი წავიდა ფიზიკურად, მაგრამ ნახე რას გვეუბნება, ეს ძალაუფლება მე რომ მაქვს, ამიტომ თქვენ გაგზავნით და სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან თქვენთან ერთად ვიქნები მე. ქვეყნიერების აღსასრულამდე, მარტო არ დაგტოვებთ. კი, მაგრამ სადაც არ უნდა წავიდე, კი სადაც არ უნდა წახვიდე, შენთან ერთად იქნება. რა თქმა უნდა, ცოდვაში ვერ ჩაგეზიარება ღმერთი. რა თქმა უნდა, თუ შენ მოუკვდი საკუთარ თავს, უარი თქვი საკუთარი თავისთვის ცხოვრებაზე და პირველ ადგილზე დააყენე იესო ქრისტე, იესო ქრისტე შენთან ერთად იქნება. იმიტომ რომ ის არის აბსოლუტური სიყვარული, მას არ შეუძლია იცხოვროს მხოლოდ საკუთარი თავისთვის. ამ სიყვარულმა მოიყვანა ამ დედამიწაზე. და თუ შენი თავისთვის ცხოვრობ შენ, ეს სიყვარული და ეგოიზმი ერთად ვერ იქნება. წარმოიდგინეთ, რომ იყოს რომელიმე თქვენგანი განსაკუთრებულად ნიჭიერი ექიმი. და ცივა ახლა ნიუ-იორკში და ვიღაცამ დაგირეკოს ღამე და გითხრას, აი დაუშვათ ლაშა ექიმი და ლაშას ურეკავს და ეუბნება, ლაშა, პატივცემულო ექიმო, შვილი მყავს ცუდად. ძალიან გთხოვ, წამოდი ჩემთან. და ლაშა ეუბნება, იცი რა, აი დაღლილი მოვედი და დასვენება მჭირდება, დილას მოვა. შობელი ეუბნება, არა, ოღონდაც ახლა მოდი, იმიტომ რომ დილამდე არ ვიცი ჩემი შვილი შეძლებს თავის გატანას თუ არა. ოღონდაც მოდი ახლა და მე კანარის კუნძულებზე გაგისვებ და დაგასვენებ 6 თვე საუკეთესო სასტუმროებში. ყველაფერს მე ვიღებ საკუთარ თავზე. ოღონდაც ახლა მოდი. კი, დასვენება გჭირდება, მაგრამ თუ შენ ჩემს ტკივილს მიიტან გულთან ახლოს, მე ყველაფერს გაგიკეთებ, ოღონდ ჩემი მიზანი იქნას მიღწეული. ლაშა დაფიქრდა ძალიან კარგია, მაგრამ ახლა იძახის, რომ უი, ქურთუკი გავრეცხე და ამ სიცივეში უქურთუკოთ როგორ წავალ. იცით რა, სველია ჩემი ქურთუკი და ვერ წამოვა. ოღონდაც წამოდი და ქურთუკსაც გამოგიგზავნე. ოღონდაც მოდი და გადამირჩინე შვილი, გეუბნება მშობელი. ლაშა ფიქრობს და იცი რა, აი, მანქანა არ ყავს და რა გააკეთოს. ოღონდაც მოდი ჩემთან და მანქანასაც გამოგიგზავნე. იცი როცა აი გადარჩენას ეხება საქმე, ყველა ბარიერი მამის ინტერესებში შედის, რომ იქნას დაძლეული. მაგრამ ჩვენ ადამიანები ვახცევთ ხოლმე ყურადღებას უფრო გარემოებებს, არა და რა უფრო მნიშვნელოვანია გამოძინება, ტრანსპორტი, სველი ქურთუკი, დასვენება თუ იმ ერთი ადამიანის გადარჩენა. და წარმოიდგინეთ, როდესაც მთელი ქვეყნიერება და სისავსე მისი მამის ხელში არის და ჩვენ ამას ვერ ხვდებით ხშირად, გადავდებთ ხოლმე მისი უმთავრესი მისიის, მისი უმთავრესი დავალების შესრულებას და მიზეზები მოგვაქვს ისეთი, ჯერ განათლება არ მაქვს, ჯერ აი ეს სამსახურის ამბავი მაქვს მოსაგვარებელი, მერე დავიწყებ რაღაცას, ჯერ აი კარგად ვისწავლი და მერე მოუყვები იმას ქრისტეზე და მიზეზები არ გველევა და სინამდვილეში რა აღმოვაჩინე, იცით მეგობრებო? თუ ერთი კაცი აი ამ ჯადოსნურ წრეში ჩაჯდა და აყვა აი ამ დინებას, რომ ჯერ დაალაგოს თავისი ცხოვრება და მერე ჩადგეს ქრისტეს სამსახურში, ისე ხდება, რომ ცხოვრება არასოდეს არ ლაგდება. სულ ყოველთვის არის რაღაცა მიზეზი, რის გამოც ხვალინდელი დღისთვის უნდა გადავდოთ იმ დავალების შესრულება, რომელზეც ყურადღება გაგვიმახვილა უფალმა იესო ქრისტემ, რომ მთელი ძალაუფლება მე მაქვს და აბა თქვენიც წადით ახლა. წინა ჩართვაზე ხო გახსოვთ ვილაპარაკეთ, იესო ქრისტემ ძალიან უცნაური დავალება მისცა მოწაფეებს. წადითო და ფული არ წაიღოთო თან. სარტყელში სპილენძი არ წაიღოთ.
იმიტომ რომ მე მინდა იცოდეთ რომ თქვენ რაღაცა წყაროებზე, რესურსებზე კი არ ხართ დამოკიდებული, როდესაც ჩემი სახარების გასავრცელებლად მიდიხართ. მე მინდა კარგად გააცნობიეროთ, რას ნიშნავსო ძალაუფლება, ხელმწიფება, მთელი სისავსე ჩემია ამ დედამიწაზე. როცა შენ ჩემთვის ცხოვრობ, მე უზრუნველყოფ შენ. ეს იგივეა, ახლა ჩემი პატარა ბიჭი გავაგზავნო მაღაზიაში და უთხრა, "წადი პური ამოიტანე." "ფული მომიცი და ამოვიდა." "რა ფული უნდა მოგცე?" "წადი და ამოიტანე." ჩემთვის რო გაგზავნი, ფულს მე გატან. არ შეიძლება უფალმა იესო ქრისტემ გითხრას, რომ "წადი ახლა იმ ადამიანს უკადაგე და არ უზრუნველყოს იმით, რომ შენს გვერდით იყოს. არ უზრუნველყოს იმით, რომ მისი ცხებულება გამოგაყოლოს. არ უზრუნველყოს იმით, რომ ბაგე გაგეხსნას და სულიწმინდა მოგაწოდოს აზრები, როგორ უნდა ელაპარაკო იმ ადამიანს. და რაც არ უნდა კარგად ან ცუდად გამოგივიდეს, სულიწმინდა მაინც ახერხებს, რომ ადამიანების გულს მიწვდეს. იმიტომ რომ მოციქულები მეთევზეები იყვნენ, გაუნათლებელი ხალხი იყვნენ, იქ მწიგნობრები, რჯულის მოძღვრები იყვნენ და მღვდელმთავრები და უკვირდათ რომ უყურებდნენ ეს გაუნათლებელი ხალხი ასეთი ძალით, ასეთი ხელმწიფებით როგორ ლაპარაკობენ. იმიტომ რომ იქ უხილავად სულიწმინდა იყო მათთან ერთად. ეს არის საიდუმლო. და ჩვენ ძალიან ხშირად აი უგუნური ექიმივით მოგდის. ჩვენ რაც ვიცით მეგობრებო, ჩვენ რაც ვიცით როგორ ხდება ადამიანის გადარჩენა, ვინ ითვირთა ადამიანის ცოდვები, როგორ უნდა ილოცოს ადამიანმა, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რომ გადარჩეს, ეს ცოდნა ყველაზე ძვირია და მთელი დედამიწის სიმდიდრეები, ვერც ერთი ოლიგარქის სიმდიდრე ვერ შეედრება ამას. შენ გაქვს ყველაზე კეთილი, ყველაზე სამახარებლო უწყება შენს გულში და ბაგეზე. ის რაც შენ იცი უკვე, ხო აი შეიძლება თეოლოგიური განათლებები არ გაქვს მიღებული, ხო? ის რაც შენ იცი, საკმარისია მთელი დედამიწის გადასარჩენად. არც მეტი, არც ნაკლები. ცოდნა იმის, რომ იესო ქრისტე მოვიდა სულიწმინდისაგან, იშვა ქალწულისგან, იტვირთა მთელი კაცობრიობის ცოდვები და ყველას, ვინც ირწმუნებს ამას, მოინანიებს ცოდვებს და მას შეუდგება გადარჩება, ამის ცოდნა საკმარისია მთელი დედამიწის გადასარჩენად. არაფერი არ აკლია ამას. ეს თუ იცი, უკვე შენ შეგიძლია ნებისმიერ ადამიანს მიხვიდე გვერდზე მიუძე და უთხრა, იცი, პრობლემა გაქვს? იესო ქრისტეა პასუხი შენი პრობლემისთვის. ეს პრობლემები ყველაფერი არის ცოდვის შედეგი. იესო ქრისტე შეუძლია მოგცეს სიბრძნე და გამოგიყვანოს ამ სიტუაციიდან, დასწავლოს, როგორ დამშვიდდე. იმიტომ რომ ეს ყველაფერი წარმავალია. და შენ უნდა გჯეროდეს, რომ იესო ქრისტე ორგული არ არის, რაღაცას რომ გეუბრება ის გულისხმობს ამას და შენ სიტყვებს უძალოდ არ დატოვებს, გააცოცხლებს მის გულში. და იცით როგორ არის ჩემს პატარა ევას უხარო და რომ დაინახავ შენი სიტყვები როგორ იმოქმედებს ადამიანის გულში, კის-კის დაიწყებ, მშვიდობა მოგეცემა გულში. მოხვალ სახში და შენი პრობლემა მოგვარებული და გხვდება. იცი რატო? მამა გეტყვი შვილო, აბა, ხვალე ახლა სხვა ადამიანს. თუ რაღაცა 2 კაპიკის საშუალებლად 3-4 საათი გჭირდებოდა, ხვალ საათნახევარში იშოვნი იმას. იმიტომ რომ უფალია უზრუნველმყოფელი. ის უბრძანებს თევზებს და შენს ბადეში შეუვლებს. ასეა ეს. და ახლა ერთი ადგილი მინდა წაგიკითხოთ კორინთელთა მიმართ პირველი წერილიდან. პირველი თავის მე-17 მუხლიდან, 17-25 მუხლები. ნახეთ რა საინტერესო მონაკვეთია. რადგან მოციქული პავლე ამბობს, ქრისტეს არ მოუვლელი ვარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. ნახეთ დანიშნულებაზე ლაპარაკობს მოციქული პავლე. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ეს იმისთვის დაიწერა, რომ ადამიანებს არ კონდეთ კომპლექსი, რომ მე კარგი ლაპარაკი არ ვიცი, როგორც ეხა ოლეგი ლაპარაკობს, ან კიდე ვინმე. მოციქული პავლე ამბობს, მე ქრისტემ წარმაგზავნა სახარებლად, ოღონდ არა ბრძნული სიტყვებით, იმიტომ რომ ადამიანი თუ ლამაზად ლაპარაკს ცდილობს და სპეციალურ სიტყვებს არჩევს, შესაძლებელია აი ამ მცდელობების გამო ქრისტეს ჯვარმა ძალად დაკარგოს მის ქადაგებაში. ეხლა თუ ვიღაცა შეგიძლიათ ლამაზად ლაპარაკი და ბუნებრივია თქვენთვის, მე არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც ძალით გამოვიშტეროთ თავები, მაგრამ აქ იმაზეა საუბარი, რომ შენ არ გჭირდება სპეციალური სიტყვების ძებნა,
იმისთვის რომ სახარება იქადაგო. არა, როგორც შეგიძლია. თავარია შენ გინდოდეს ის, რაც იესო ქრისტეს უნდა. ნახეთ, არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი. ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალა. ნახეთ რა საინტერესოა. ადამიანები იყოფიან ორ კატეგორიად. ერთისთვის ეს ჯვარი 21 საუკუნეში 2000 წლის წინ მოსული იესო ქრისტე და ეს ჯვარცმა და ეს სახარების ღირებულებები ძალიან სასაცილოა. საქართველოშიც კი არსებობს უამრავი მოძრაობები, რომლებიც დაცინიან ქრისტიანებს, რომ იცით რა, რაღა დროს ეგ არის, კარგით რა ხალხო რა. რა სახარება, რა ჯვარი, რა სიწმინდე, რა წაუბილწავი სარეცელი და რომელ საუკუნეში ცხოვრობთ. მაგრამ გასაკვირი არ არის. თვითონ იესო ქრისტე ამბობს, რომ არის ორი კატეგორიის ადამიანები. ვისთვისაც აი ამ ჯვარზე რო უყვები რაღაცას, რომ ვიღაც კაცი, ქალწული მარიამისაგან იშვა და უკვე გაეცინა ვიღაცას. მოკვდა შენთვის ჯვარზე, რომ შენ ცოდვები გეპატიოს და აი რა მითოლოგიებს მიყვები რა. გასაგებია, არსებობს ადამიანები, ვისთვისაც ეს სასაცილო იქნება, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იესო ქრისტემ ზუსტად იცის, ვინ მოინანიებს და ვინ არა. ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. ამიტომ ჩვენ ყველას უნდა გაუზიაროთ ეს. მაგრამ იქნებიან ადამიანები, განათლებულები თუ გაუნათლებლები, ვისაც რაღაცნაირად ეს სიტყვა გულზე მოხვდებათ და თავიანთი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებად გადააქცევენ. მე მიხარია, რომ აი თქვენის ადამიანები ხართ, ვისთვისაც ეს სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელე სულაც არ აღმოჩნდა და აი ეგ როგორ წერია, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალა. ნახეთ, აი ეს უბრალო სიტყვები ვიღაცისთვის სისულელე როა, ჩვენთვის ღვთის ძალა. რაც გვეუბნება ახლა მოციქული პავლე, იცით? აი შენ რო წახვალ და ამ სიტყვებს რო დაელაპარაკები ვიღაცას, ის ვისთვისაც ეს გადასარჩენი სიტყვები აღმოჩნდება, შენ ხო წინასწარ არ იცი? იმათში ეს სიტყვები ღვთის ძალით იმოქმედებს. იმათში ეს სიტყვები რაღაცა სასწაულებრივ შედეგებს დადებს. თუ ავადმყოფი იყო განიკურნება. ეშმაკების განდევნის ძალაუფლებას მიიღებს. ახალი ენებით ამეთყველდებიან. ისიც აი ხო ბაქოში რო ვიყავით, იქ ახალ მოსულები თითქმის ყველანი განიკურნენ. ყველანი. ეკლესიის წევრები ვინც იყვნენ, ზოგიერთები განიკურნენ, მაგრამ უმრავლესობამ ვერ მიიღო განკურნება. რატომ იცით? უკვე ოჯახის წევრები არიან. ღმერთი მათ სურთნის, რაღაცა დავალებებს აძლევს, რაღაცა პროცესში ატარებს და სადღაც ალბათ ფეხ და ფეხ ვერ მიუყვებით ხოლმე უფალს. და ამიტომ ჩვენთან უფალს სხვა საქმე აქვს, მაგრამ ახალმოსული როა, აღთქმა ასეთია, ახალმოსულ ადამიანს რო ელაპარაკები, ვისაც ჯერ დარწმუნება ჭირდება, რომ ღმერთი რეალურია და იესო ქრისტე რეალურია, ამ სახარებას ძალა მოყვება და ისინი როგორც პატარა ბავშვები, თითქოს არაფერი 2 კუბიკი აიღო, ჩააგდო, მაგრამ მიზანს მიეღწია და სიხარული მოვიდა, მშვიდობა მოვიდა. აი ესე განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ირწმუნა სიტყვა, მიიღო, მოინანია და ისეთი სასწაული მოხდა, შეიძლება გული დაწნეს. ღმერთო, ჩემთვის რამდენი ხანია ვლოცულობ. და მე რატო არ მისმენი ძახი? მაგრამ ჩვენ სხვა კატეგორია ვართ. ჩვენ უკვე გაზრდილები ვართ. 3 წლის ასაკში კი აღარ ვართ როგორც ევა. შეიძლება 20 წლისები ვართ და ღმერთი კუბიკების ალაგებას კი არა, სხვა რაღაცებს გთხოვს კიდე. ეს ღმერთის ნებაში ყოფნა კიდევ სხვა საკითხია. ამიტომ გული არ დაწნეთ თუ რაღაცეები შეიძლება თქვენს ცხოვრებაში არ ხდება, მაგრამ ამან კი არ უნდა შეგაშინოთ. სხვას რო დაელაპარაკებით, იქ ღმერთის ძალა აუცილებლად გამოვლინდება და მე დასვამ კითხვას, ღმერთო, ჩემს ცხოვრებაში რატო იგვიანებს? და იცით, შეიძლება სწორედ ეს იყოს მიზეზი. სხვას რო არ უზიარებ შენ იმას, რაც უკვე იცი ქრისტეს შესახებ, შეიძლება სწორედ ეს იყოს მიზეზი შენ ცხოვრებაში კურთხევების შეფერხებისა. მოდი გავაგრძელოთ რა წერია. რადგან წერია ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ. სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელე და რაქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე? ნახეთ მოციქული პავლე სად ურტყავს იმას, სადაც ჩვენ კომპლექსდებით ხოლმე. ის გვეუბნება, დაწერილია რომ ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ.
ღმერთი გეუბნევა რა, ხო არიან ბრძენი ადამიანები, ნასწავლები, განათლებულები, ყველაფერი რო იციან, მაგრამ მოსპობ ამ სიბრძნეს. გეუბნევა გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ, არ გამოვაყენებინებ მათ. განასისულელად არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე. იქ ბაბო რო ქადაგებდა ბაქოში, ხორხის კიბო ქონდა. ჩაწერეთ დევიდ ჰეთევეი და ნახავთ მის ისტორიას და მივედიო და უთხარიო პარასკევს ექიმებს, რომ მეო ღმერთის იმედი მაქვს, ღმერთმა უნდა გამკურნოსო და გამაჩერეო ექიმა, მოიცეო სხვა ექიმებით შემოიყვანა. თქვი რას ამბობო? მეო ღმერთის იმედი მაქვს, ხორხის კიბოსგან რო გამკურნოსო და დამცინესო. ამ ხელაკაც ჯერაო. და ორ შაბათს რომ მივიდა, ვითომ რომ იმათ საოპერაციოდ დაუძახეს, ხორხში კიბო აღარ ქონდა. და პირი დარჩა დღია, აი იმ ბრძენ განათლებულ ადამიანებს, რომლებმაც ალბათ 12-15 წელიწადი შეალიეს მედიცინის სწავლას. მივიდა ერთი ჩვეულებრივი ევანგელისტი, მახარებელი კაცი. და ღმერთმა აჩვენა მათ, რომ მათი სიბრძნე სადღაც ერორს აგდებს, სადღაც ბოლომდე ლოგიკურ შედეგამდე ვერ მიდის, იმიტომ რომ არსებობს ძალა, რომელიც ყველა სიბრძნეს აღემატება. და ეს ძალა არის ქრისტეს ჯვარში. და იმ ექიმებს მოუწიათ აღიარება, რომ შენი ღმერთი არსებობსო. ისიც ბრძენთა სიბრძნეს სისულელად წარმოაჩენს უფალი. ნახეთ აქ რა წერია. და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი, თავის ღვთაებრივ სიბრძნეში, ანუ ეს შანსი ქვეყნიერებას ჰქონდა. იმიტომ რომ წერია, რომ ქმნილებათა განხილვით შეიცნობა ღმერთი. წერია ეს წმინდა წერილში, რომ ქმნილებებს, ვარსკვლავებს, დედამიწას, ფიზიკურ კანონებს, ქიმიას, ბიოლოგიას, რომ შეიცნობენ ადამიანები, რომ ისწავლიან, აქედან უნდა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ღმერთი არის, მაგრამ უკუღმა გააკეთეს ადამიანებმა და რა დასკვნამდე მივიდნენ, რომ ეს ყველაფერი ერთი აფეთქებიდან შეიქმნაო. მაინც არ გამოუვიდათ ეს სიბრძნის მოტრფიალი ადამიანებმა, მაინც ვერ შეიცნეს ღმერთი და ნახეთ რას ამბობს ღმერთი. და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღვთაებრივ სიბრძნეში, ისათვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. ნახეთ ღმერთი ამბობს, რომ კი ბატონო, ეს ქადაგება ძალიან მარტივია, უგუნურებად შეიძლება შეირაცხოს ქვეყნიერების ბრძენთა მიერ, მაგრამ აი მე ასე გადავწყვიტე. აი ასე უბრალო ერთი შეხედვით უგუნური ქადაგებით მინდა რომ გადარჩნენ ადამიანები. აი ვიღაცა იქნება ძალიან განათლებული, ვიღაცას ეცოდინება ყველაფერი, მაგრამ თუ გულს არ დაიმდაბლებს, ვერ შემიცნობს და ვიღაცა მეთევზე მოვა, ვიღაცა სამუშაოდ სადღაც გადახვეწილი შეიძლება მივიდეს მეორე გადახვეწილთან. ვიღაცა რომელსაც არავინ არაფრად არ თulis, ახსენებს ქრისტეს ჯვარს, ახსენებს ჩემს მსხვერპლს და იქ სასწაულები მოხდება, იმიტომ რომ ღმერთის ძალა გამონთავისუფლდება. ადამიანები ვერ მიხვდებიან როგორ, მაგრამ შედეგი რომ დაიდება, გაიგებენ რომ მე ვარ ღმერთი. ასე გადაწყვიტა ღმერთმა. შენ თუ ძალიან გინდა ეხლა რომ ძალიან მაგარი განათლებული იყო და ამის მეშვეობით ძალიან დიდარი იყო, მაგარი მანქანა ყავდეს და რომ გააჩერებ ერთხელაც იქ სადმე მანჰეტენზე მანქანას და ადამიანები რომ დაინახავენ რომ 200,000-იანი მანქანით მიხვედი რომ გახსნიპის და იტყვი ქრისტე უცებ დაეცემა 50 კაცი შენ წინაშე მუხლებზე ასე თუ გინდა იცოდე რომ ამოცნებას აღსრულება არ უწევია. არც ის რომ აი ხა ფულს ვიშოვნე ამერიკაში, ჩავალ მე საქართველოში დიდ სასახლეს ავიშენებ, თელ სანათესაოს დაუძახებ და ვეტყვი აი ხომ ხედავთ რამდენ რამეს მივაღწიე. იცით რატო? ეს იესომ გააკეთა. არა მეგობრებო, ასეთი თანმიმდევრობით არ ხდება. ან ახლა ვცხოვრობთ ქრისტეს სახარებისთვის, ან ამოცნებას აღსრულება არ უწერია მეგობრებო. იმიტომ რომ ღმერთმა სიმდიდრით, სიბრძნით, განათლებით კი არ გადაწყვიტა ადამიანების გადარჩენა. აი აქ წერია პირდაპირ ითი გადაწყვიტა. ღვთისათვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით. აი ესე უბრალო სახარებას აიღებ, უბრალო სიტყვებით მოუყვები და შენ თვითონაც არ გეცოდინება როგორ იმოქმედებს ეს სახარება, შენი ნაქადაგები იმ ადამიანის გულში. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ამაში გამოიხატება სწორედ ღვთისადმი ნდობა.
ეს არის რწმენა, როდესაც შენ მიდიხარ და აკეთებ იმას, რასაც უფალი იესო ქრისტე გეუბნება, არ იცი როგორ, მაგრამ მაინც აკეთებ. და ღმერთი ამოწმებს მერე თავისი ცხებულებით და თავისი სასწაულებით. ნახეთ, ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნების სიბრძნეს ეძებენ. ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს. იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის უგუნურებას, ხოლო მოწოდებულთათვის, იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალას და ღმერთის სიბრძნეს, რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია და ღვთის სისუსტე ადამიანებზე უძლიერესი. ეს არის თანმიმდევრობა, მეგობრებო. იცით, აი პარადოქსი ჩანს, ერთი შეხედვით, ბერძნებიო სიბრძნეს ეძებენ, იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ და იესომ ზუსტად იცოდა, რაზეც ლაპარაკობდა. რამდენჯერ მისულან იუდევლები იესო ქრისტესთან და უთქვან, რა სასწაულს მოიმოქმედებ, რომ ვიხილოთ და ვირწმუნოთ. და რაო იესო ქრისტემ რა თქვა? რა სასწაულს მოიმოქმედებო? არანაირი სასწაული არ მოგეცემათო თქვენო. ერთი სასწაული იყო თქვენთვის იონა წინასწარმეტყველიო და გეყოფათო. მაგრამ იქ სადაც ხედავდა, სადღაც 10 კეთროვანი იყო, სადღაც ნაინელი ქვრივი იყო, შვილი მოუკვდა, არც არავის უთხოვია, მაგრამ სასწაულებს ახდენდა. ხანდახან ყოველდღე და სასწაულებს ახდენდა, იმიტომ რომ იესო ქრისტე მიცის სასწაული ეხმარება იმას, ვისაც გული გახსნილი აქვს გადარჩენის მისაღებად. ვინც წრფელი არ არის, იესო ქრისტე მისთვის არაფერს არ გააკეთებს. იმიტომ რომ ყველაზე მეტი რისი გაკეთებას შეეძლო, მან უკვე გააკეთა, თავისი თავი გაიღო სამსხვერპლოზე. ნახეთ, კიდევ ერთი ადგილი უნდა წაგიკითხოთ. ანუ სასწაულებიც იქნება, მე ამის თქმა მინდა. თუმცა არიან კატეგორია ადამიანების, რომლებსაც სასწაულიც არ უშველეს. ერთხელ ერთი მეზობელი მყავდა, ძალიან ცუდად იყო და ვეღარ ინძრეოდა და ძვირად ღირებული ოპერაცია ჭირდებოდა, შევარდნაძის დროა და მე ვთხარი, აი ნარგიზი დეიდა. ჩავერთება არავის შევახსენ. გვამ გესმის ჩვენი? გვამ გესმის ჩვენი? კი, მე გამეთიშა თუ თქვენ გაგეთიშა? არა, გონი ხო, არ ვიცი, ჩვენ არ გვგეთიშა საერთოდ. შეიძლება ინტერნეტის მერე. ცუდათაა ეს ქალი და ვეუბნები, რომ გინდა მეთქი თქვენთვის ვილოცო, თუ ირწმუნებთ, უფალ შეუძლია თქვენი განკურნება მეთქი და არაო, მე არა მაქვს სურვილიო და არც წმენა არა მაქვს შვილო მითხრა. მე ვთხარი, კარგი, მაშინ ასე მოგიდგებით მეთქი. იესო ქრისტე შეუძლია თქვენი განკურნება ავანსად. თუ დაგარწმუნათ, რომ სასწაული მოქმედია. თუ დაგარწმუნათ, რომ ყოვლის შემძლეა. მერე თუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გაყვეთ მეთქი მის გზას და დაფიქრდა ცოტა ხანი. აი ჯერ ვილოცებ მეთქი თქვენთვის, გაბედულება მქონდა. იმედი მქონდა იესო ქრისტესი. და თუ განკურნათ და დაგანახათ თავისი ძალა, მერე გაყივით, მერე მოინანიეთ მეთქი წოდები და დაფიქრდა რამოდენიმე წამს და მითხრა, არ მინდა. ადამიანი გეუბნებ, რომ არ უნდა. მნიშვნელობა არ აქვს, სასწაულს მოუხდენ, არ მოუხდენ, განიკურნება, არ განიკურნება. არ უნდა რა. რაღაც ვიზამდი. გამოუტრიალდი და წამოვედი. ასეთებიც არიან. იესო ქრისტე ამბობს, თუ მე მიმიღეს, თქვენც მიგიღებენ. თუ ჩემი მოისმინეს, თქვენსაც მოისმენენ. თუ მე უარმყვეს, თქვენც უარყოფენ. ანუ იმის მოლოდინი არ უნდა კონდეს, რომ ყველგან ყველაფერში მიგვიღებენ, ყველგან ტაშს დაგვიკრავენ, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ უნდა აღვასრულოთ ის, რაც უფალს უნდა. მოციქულები ყველა შემთხვევაში იყვნენ გახარებულები და წარმატებულები, ცემდნენ მათ, უსმენდნენ, ინანიებდნენ, იკურნებოდნენ.
დილეგში აგდებდნენ თუ არა, იმიტომ რომ იმათ რა უხაროდათ, იცით, რომ ისინი აღასრულებდნენ ღმერთის ნებას. სიხარული არის შედეგი თქვენი მორჩილებისა ღმერთის წინაშე. შედეგებისა კი არა. აი შენ რო წახვალ და ადამიანს მოემსახურები შეძლების და გვარად, შენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ქრისტესად მირწმენით. ლამაზი სიტყვები შეგიძლია თქვა თუ არ შეგიძლია. აკეთებ იმას, რაც იმ ადამიანს დაეხმარებოდა. ეს ადამიანი მიიღებს ამას თუ არა, აქედან გამომდინარე კი არ იქნება შენი სიხარული. ღმერთი მოგცემს იმ სიხარულს იქიდან გამომდინარე, რომ შენი ცხოვრება მას მიუძღვენი და მას მოემსახურე. პლუს ამას თუ ისიც დაემატა, რომ შედეგები დაიდო, მისი სიხარულიც შენი სიხარული გახდება. გაგეხარდება, რომ ადამიანის გადარჩა. ამიტომ გზა პირადი წარმატებისკენ გადის ღმერთის ნების მორჩილებაზე და სხვა ადამიანების მომსახურებაზე. ახლა მინდა ერთი საინტერესო ადგილი წაგიკითხოთ მარკოზის სახარების მეოთხე თავიდან. უთხრამა დაუკვირდით რას ისმენთ, რომელი საწყაოთიც მიუწყავთ იმავეთი მოგეწყებათ და მოგემატებათ. რადგან ვისაც აქვს, კიდევ მიეცემა და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა რაც აქვს. ეს რა საინტერესო რაღაცა. აი, ადამიანი ამბობს, რომ ვერ მოვედი კრებულში, იმიტომ რომ დრო არ მაქვს. არა გაქვს, რაც გაქვს, ისიც წაგერთმევა. და საინტერესოა რა. ჯერ ვერ მოემსახურები ღმერთს, იმიტომ რომ გამოცდილება არ მაქვს. არ გაქვს, რაც გაქვს, ისიც წაგერთმევა. აი, რა დროც გაქვს, რა გამოცდილებაც გაქვს, რა უნარიც დღეს გაქვს. ამას თუ იტყვი, რომ უფალო, აი ეს 5 პური და 2 თევზი მაქვს. ეს ვიცი მარტო რომ შენ ჯვარზე მოკვდი ადამიანების გულისთვის და კურნალი ხარ. ამას გაუზიარებ იმ ჩემს მეზობელს. აი, სულ 15 წუთი მაქვს, მაგრამ შევხვდები, გაუზიარებ და მერე წავალ ჩემს საქმეზე. აი, ეს თუ გაქვს და ამას მიცემ ღმერთს, ამას გაგიმრავლებს უფალ, იმიტომ რომ ვისაც აქვს, თუნდაც მცირედი კონდეს, მას კიდევ მეტი მიეცემა. ეს პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო. დაუკვირდით როგორ ისმენთ, დაუკვირდით რამდენად სერიოზულად უდგებით იესო ქრისტეს მიერ თქვენთვის აი ამ გაცხადებულ პრინციპებს და ჭეშმარიტებებს. იმიტომ რომ თუ კარგად მოისმენ და შენი ცხოვრების პრიორიტეტად გადააქცევ მის მიერ ნათქვამ სიტყვებს, ეს სიტყვები შენ ცხოვრებაში სიკეთეს მოიტანს აუცილებლად, იმიტომ რომ იესო ქრისტე არ გათქმევინებს იმას, რომ ის მატყუარაა. იმიტომ რომ არ არის მატყუარა. გავაგრძელოთ და თქვა, ახლა ნახეთ იესო ქრისტე რას აბამს ამას, აი, ვისაც არ აქვს ისიც წაერთმევა რაც აქვსო, თითქოს რაღაცნაირი პარადოქსული განცხადებაა. ვისაც აქვს, კიდევ უფრო მეტი მიეცემაო, ამას ამბობს და შემდეგ ნახეთ რას ამბობს. და თქვა, ღმერთის სამეფო გავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში. ღამით ძინავს ამ კაცს, დღისით დგება, არც იცის როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი. წარმოგიდგენიათ, აი, ცათა სასუფეველი როგორი რაღაცაო. იესო ქრისტე გეუბნება, რომ ცათა სასუფევლის, ანუ ჩემი სამეფოს სისტემა აბსოლუტურად განსხვავებულია ვიდრე დედამიწაზე არსებული სისტემის. დედამიწაზე ხო აქვთ ადამიანებს და კიდე ართმევენ ვიღაცებს. ჩემთან მე გააძლევ თუ გაქვს. ოღონდ ამას მიმართულება უნდა მიცე. უნდა ჩემთვის დათესო ხანაში. შენ ამას შეიძლება ვერ ხვდებოდე, იმიტომ რომ დაკარგულად გეჩვენება, როცა ჩემთვის რაღაცას იღებ. აი ხა შეგეძლოთ ვიღაცა შეიძლება მანქანაზე მუშაობთ მან, ვიღაცა შეიძლება რაღაც სხვა სამსახური გექვს და გეთქვა, რომ წავალ ახლა 1-2 დელივერს გავაკეთებ, ან რაღაცას გავაკეთებ და $100 ვიშოვნე. რას მომცემს ახლა მე იქ მოსმენა რაღაცის, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა უხილავი მექანიზმებით უფალი იესო ქრისტეს შეუძლია შენი კურთხევა თუ მისი სამეფოსთვის დათესავ აი ამ 2-3 საათს დღეს. და ასეც ამბობს იესო ქრისტე. ღმერთის სამეფო გავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში. თითქოს ეს თესლი დაკარგულია, ხო, აი თვალისთვის დაკარგულია. გაქვს, შეგიძლია დაფქვა, პური გამოაცხო და შეჭამა, მაგრამ შენ მიდიხარ და მიწაში ხრი, ალპო. სად არის აქ ლოგიკა? ანუ ვინ გითხრა შენ რომ თუ მიწაში ჩააგდებ და დალპება, ის აუცილებლად აღმოცენდება. ეს ღმერთმა მოაწყო ასე და გეუბნება, ნახეთ, აი ცათა სასუფეველიც ასე არის.
წავიდა კაცმა თესლი ჩააგდო მიწაში, წარმოდგენა არ აქვს. ხო, ახლა კიდე შეიძლება მივხვდეთ რაღაცებს, მეცნიერებამ რაღაცეები იკვლია, მაგრამ იმ დროისთვის ხო ეს დიდ რწმენასთან იყო დაკავშირებული. იმიტომ რომ უფალმა გვასწავლა უბრალოდ ეს. ჩააგდო კაცმა მიწაში თესლი, არ იცის ძინავს თვითონ, დღისით დგება. არ იცის ეს როგორ ხდება, რომ მარცვალი აღმოცენდება მიწიდან და გამოიღებს უამრავ ნაყოფს. და ნახეთ რას აკეთებს, რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი. ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში. რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ. უფალი იესო ქრისტე რას ამბობს ამით? თქვენ არ იცით, მეგობრებო, ის მარცვალი, იმიტომ რომ უამრავ ადგილას შეადარა ეს სახარების სიტყვები, სახარების ქადაგება, თესლის თესვას. ეს მარცვალი როგორ შედის ადამიანის გულში, როგორ აცოცხლებს იქ რწმენას, როგორ გაყოფს მშვენივრასა და სულს ერთმანეთისგან, როგორ ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას, თქვენ ეს არ იცით. შენ დათესე სიტყვა, წახვედი და დაიძინე. მაგრამ ჩემი სული წმინდაა ის, ვინც აი ამ სიტყვას ადამიანის გულამდე ჩაყვება, აფხვიერებს ნიადაგს. მე გამოდიხარ და ხედავ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა შედეგებია, რაღაცა იცვლება. თითქოს ჯეჯილი ამოვიდა, თითქოს ღერო გაიზარდა, თავთავმა ნაყოფი გამოიღო. შენ ეს არ იცი, მაგრამ სწორედ აი ამ არცოდნაში ვლინდება შენი ნდობა და შენი რწმენა ღმერთისადმი. შენ არ იცი, შენ უყურებ როგორი უძლური ხარ, შენ არ იცი, არ შეგიძლია ადამიანის გადარჩენა, მაგრამ მიდიხარ და თესავ ამ სახარების სიტყვებს. რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი მხსნელი, რომ მზის ქვეშეთში არ არის მიცემული სხვა სახელი ადამიანთათვის, რომლითაც გადარჩება ადამიანი. რომ თუ ირწმუნებ შენი გულით, რომ იესო ქრისტე არის უფალი და აღიარებ შენი ბაგით, გადარჩები. რომ თუ გწამს, რომ ის არის ღმერთის ძე, რომელიც მოვიდა, მოკვდა თითოეული ჩვენგანი სოდვებისთვის და აღდგა მესამე დღეს, გადარჩები. ამ უბრალო, თითქოს ერთი შეხედვით უგუნური სიტყვების თქმით, ადამიანს აძლევ გადარჩენას და ღმერთის ძალა იწყებს მაშინ მოქმედებას. ასწავლი ლოცვას და ასხამ ხელს და განკურნებაც ხდება, განთავისუფლებაც ხდება. ახალი მორწმუნე ვიყავი და აი ამ ჭეშმარიტებას რო ვეზიარებ, თქვი მეთქი უნდა ვიქადაგო ღმერთის სიტყვა. აბა ვნახოთ ღმერთი როგორი მოქმედებს და იცით როგორ არის, ჩვენი პატარა გულუბრილო გადაწყვეტილებები უფალს ალბათ ღიმილს ზღურის ხოლმე. და უბანში გამოვაცხადე, რომ ხალხო, აი ყველგან წამოვალ, სადაც მეტყვით, თუ სადმე ვინმე ავადმყოფია, დამიძახეთ, მოვალ დაველაპარაკები ქრისტეზე და ღმერთი იმოქმედებს მეთქი. გამოგიტყდებით, მე ცოტათი მეშინებდა. იმიტომ რომ ხა ესეთი რამე სკოლაში არ მისწავლია რა. თავმოყვარე ბიჭი ვარ, მაგრამ თქვი რომ ან ეს სახარება არის სიმართლე და ღირს ამ სახარებისთვის ცხოვრება, ან დროზე უნდა მივხვდე რომ ყველაფერი ტყუილია და თავი დავანებო. რაზე უნდა დავკარგო კაცო დრო? ხო და მოვიდა ჩემთან უბანზე ერთი ჩემი მორწმუნე და რომლის დედის სახლშიც ვატარებდით კუკიაზე სახურებას და გლდანშიო სალონი მაქვსო გაქირავებულიო და ჩემიო სტილისტიო ერთიო მანანა ქვიაო უთხარიო რომ ჩვენო აი კარგი მსახური ყავს იქო და ცუდად თუ ყავთ ვინმეო წამოვიყვანო ილოცებსო და განიკურნებაო და მანანა მითხრა და მყავს ლოგინად ჩავარდნილიო. ხო და აბა ჩვენთან მოიყვანეო. მითხრა ეხლა ეს და ღიმილი შემახმას სახეზე რა ლოგინად ჩავარდნიდან მიყავარ. ვიღაცას ან თავი რო ტკიოდეს ან ფეხი რო ტკიოდეს არ შეიძლება ლოგინად ჩავარდნილი უიმედო. რაღაც ვიზამდი ხა ჩემ ნათქვამ სიტყვებს უკან ხო აღარ წავიღებდი. მეთქი ღმერთო აი მივდივარ თუ შევწყვები მე შევწყვები თუ მოხდება რაღაცა შენ გირწმუნებს ხალხი და შენ განდიდებ. ერთ სიტყვით შეშინებული ვარ მარხვაში ჩავდექი და მეორე დღეს ორი მორწმუნე გამყვა ერთი ეს ერთი სხვა და მივედი სახლში და ვნახე ერთი კაი ქალი არის ლოგინად არის დავარდნილი წევს მითხრა 64 წლის ვარო სახელი აღარ მახსოვს ეხა მე თქვენ გიყვები დაახლოებით 25 წლის წინამდე ლამბავს და ფერი აქ როგორი იცით აი როდისმე თუ გინახავთ გათეთრებული წამალზე როზიან ხალხი და თეთრი ფერის სახე რო აქვს რა ის მიჩემ ხმა
აუწე ბოდიში დინამიკი ესა ტელევიზორს ნაუწიოთ ხმა მაგრამ აუწე. ამდენი ხანი რო ლაპარაკობდი არის მოდა კარგად. ესმა და ხო და მივედით ერთი სიტყვით. მივედით და ამ ქალთან ახლოს სკამი დამიდგეს. და სიმართლე გითხრათ, ეხა ბევრი არაფერი ვიცი, როგორ უნდა ვილაპარაკო, მაგრამ უთხარი რომ აი იცით რა, აი ერთადერთი ადამიანი იესო ქრისტე არის განსხვავებული ადამიანი, იმიტომ რომ ის არ დაბადებულა აი როგორც მე და თქვენ დავიბადეთ. სული წმინდისაგან ჩაისახა. საქართველოში ამის თქმა ადვილია. სხვათა შორის მუსლიმურ ქვეყნებშიც, იმიტომ რომ ყურანში წერია, რომ ალაჰმა თავისი სულით გააჩენინა მარიამს ისა და ნუ აი ეს ბარიერი არ გხვდება რა. კი, შვილო, გამიგონიაო, კი, მე ვთხარი აი ესეა. ამიტომაც იესო ქრისტეს აქვს ექსკლუზიური უფლება, რადგან თვითონ ცოდვილი არ იყო, მან აიღო, მას შეუძლია ჩვენი ცოდვების აღება საკუთარ თავზე, მეთქი და ჩვენი ავადმყოფობების. აი მე რო გითხრათ, რომ თქვენს ცოდვებს ვიტვირთებ, არ გამომივა, იმიტომ რომ მე ჩემი ცოდვები მაქვს სატვირთენი და თქვენსაც ვერ გადავიხდი თქვენს ვალებს. კიო, ხვდებიო მაგასო. ხო და თუ ხვდებით და გჯერათ მეთქი, მე შემიძლია ლოცვა გასწავლოთ მეთქი, რომ აი უფალო იესო ქრისტემ ძამს ესე და თხოვოთ მეთქი პატიება და მე ვილოცებ, რომ თქვენ განიკურნოთ მეთქი, რადგან თქვენს ცოდვებს აიღებს, თქვენი ავადმყოფობაც მას გაყვება მეთქი და კარგიო, გაიმეორა ჩემთან ერთად ლოცვის ეს სიტყვები, მოვატანინე იქ რაზეთიც ჰქონდათ სახლში, ცოტა დავასხი თეფშზე, წავაცხე როგორც წერია წმინდა წერილში და ვილოცე და ამ ქალს აშკარად შევატყე, რომ ეს რაღაცა მიმქრთალებული ძალიან არაჯანსაღი ფერი წაუვიდა და ეგრევე ვარდისფერი ლოყები მიეცა, მაგრამ ლოგინში წევს ახლა მე გამეხარდებოდა რომ წამომხტარიყო ეგრევე ლოგინიდან, რომ ლოგინში წევს ეს ქალი და მოვჩი მეთქი ახლა მე მეტი აღარაფერი აღარ მაქვს მეთქი სათქმელი და უიო ყავას დაგალევინებთო ორცხობი და რაღაცა და ერთი სული მაქვს გავიქცე იქიდან, იმიტომ რომ მეთონაც მეშინია რომ რაღაცა ისე არ გამოვიდეს რა. არა, მე ვხარი მეჩქარება რაღაცა გამოვედი და აღარ მახსოვს ეს რომელი დღე იყო და ხუთშაბათობით ვიკრიბებოდი ხოლმე უბანზე ვიკრიბებოდით მე და ჩემი ხალხი და რომ მივედი საერთოდ აღარც გამახსენდა აღარაფერი აღარ მახსოვს და მივედი ხუთშაბათს მსახურებაზე და ეს ჩემი და ვინც წამიყვანა იმასთან და იმისი სტილისტი თუ არ ვწდები ისიც იყო მოსული ვაიმე გურა მე მეუბნება ერთი სული მაქვს როდის გნახავდი რომ მეთქვა მაშინ მობილურები ყველას არც ქონდა გიყვებით 2001 წლის ამბავს ალბათ რა მოხდა მეთქი მე ვთხარი შენ რო წამოსულხარო ეს ქალიო კარგად გამხდარაო ძალიან ჯერ წამოჯდაო ლოგინზეო მე წამოხტაო მე ტელეფონთან რო დაჯდაო დაუწყო ყველას რეკვა იცით ხალხო რა მოხდაო ერთი ბიჭი მოვიდაო ჩემთან და მე ყვება ამას რომ წინა ღამითო ეს ბიჭიო სიზმარში ვნახეო მეო უკვე რო განიკურნა მე გავიგე ეს ამბები მე როგორც მახსოვს ახლა 25 წლის წინანდელი ამბები სიზმარში ნახა რომ ვიღაცა მივიდა მასთან ოთახში და შევიდა და ილოცა და მეორე დღეს მე მივედი ღმერთმა რაღაცნაირად ესე მოაწყო და ეს ქალი მე ამას არ მიყვებოდა თავიდან ჯერ ხო ყველას ტელეფონზე თუ კი ვინმე ნათესავიდან აცნობი ყავს ყველას დაურეკავ მე ჩამოყვაო მთელ სადარბაზოს ყველა მეზობელთან შევიდაო და უთხრაო რომ აიო ხალხო ჩავარდნილი ხო ვიყავი ფეხზე და ისეთი გახარებულიაო ვერ ვაჩერებთო სადაც ვინმეს ნახულობს ყველას უყვება რომ იესო ქრისტე ნამდვილი ყოფილა ცოცხალი ყოფილა და ნახეთ რა გამიკეთა ფეხზე დამაყენაო და ჩავმივარდა ყბა მეთქი მართლა კი აღარ შევიმჩნიე ახლა პირველმა შოკმა რო გადამიარა აბა რა გეგონათ მე ვთხარი ტყუილა კი არ ვლაპარაკობ აქ მეთქი მაგრამ აი ასეთი მასტერ კლასი ჩამიტარა უფალმა იესო ქრისტემ. ისიც მეგობრებო, იმისა მერე ვისწავლე თეოლოგიურ ინსტიტუტში. ანუ დიდი მნიშვნელობა არ აქვს შენ სად გაქვს ნასწავლი და როგორი ლამაზი სიტყვებით იცი ლაპარაკი. ავარია, ჭეშმარიტება ელაპარაკო ადამიანს და ახარო რომ ფასი გადახდილია მისი ცოდვებისთვის. ეს არის სახარება, სხვა კი არაფერი. დღესაც ახსენა ხო მწყემს მაგია იესო ქრისტემ ეს სახარება თავის თავს გაუტოლა ვინც მოასწარეთ და უყურეთ კვირის მსახურებას ონლაინ ვინც ჩემი ამ და სახარების გულისთვისო
უარყოფს საკუთარ თავს, გაიღებს მსხვერპლს, ჯერ 100 წილად აქ მიეცემა და მერე მარადილ სიცოცხლეში. ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაცა. სახარება არის თვითონ იესო ქრისტე და როდესაც შენ ახარებ ადამიანს, შენ ფაქტიურად იესო ქრისტეს აზიარებ იმ ადამიანს, ვისაც ახარებ. და ღმერთმა თვითონ იცის, როგორ უნდა იმოქმედოს შემდეგ თავისი ძალით. ამინ. მარკოზის სახარებიდან მინდა კიდე ერთი ადგილი წაიკითხოთ. უკვე რამდენი დრო გასულა. დავაგრძელოთ ცოტა თუ მოვამთავრო უცებ. ცოტა ერთი 10-15 წუთი მაქსიმუმ. ნახეთ, მარკოზის მე-16 თავში წერია ასეთი რამ. მოგვიანებით ეჩვენა 11-ს სუფრასთან სხდართ და ურწმუნოება და გულქვაობა უსაყვედურა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი. ვიზია ლაპარაკი, მეგობრებო, 11-ს ეჩვენაო, ვინ არიან ეს 11? ხო არ იცით? მოციქულები. თუ კი მოციქულები, რომლებიც 3 წელიწადი იესო ქრისტესთან ერთად დადიოდნენ, ხან ზღვას დააცხრობდა, მარკოზის სახარებიდან ვიქადაგე წინა ქადაგება, ხო? ხან ბრმებს თვალებს უხელდა, ხან სისხლამდენ ქალს კურნავდა, ხან მკვდრებს აღადგენდა. მოციქულებს მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ყველაფერს შეესწრნენ, მაინც გული გაქვავებული ჰქონდა და ურწმუნოება დაემართათ. უსაყვედურა იესო ქრისტემ, მაგრამ შემდეგ ნახეთ ასე უბრალოდ. უთხრა მათ, წადით მთელ ქვეყნიერებაზე და ყველა ქმნილებას უქადაგეთ სახარება. ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრდადებული იქნება. მორწმუნეებს კი თან ახლდებათ ასეთი ნიშნები. ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, გველებს აიყვანენ და ნუ იცით თქვენ ეს. და ბოლოს ნახეთ როგორ წერია მე-20 მოხში. ისინი კი წავიდნენ ეს გულგაქვავებული და ურწმუნო მოციქულები, ვისაც იესო ქრისტეს მოუწია, რომ საყვედური ეთქვან მათთვის. ისინი კი წავიდნენ, თადაგებდნენ ყველგან და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანმდევი ნიშნები. ნახე, სიტყვას ვინ ამბობდა? ეს ურწმუნო მოციქულები ამბობდნენ. ვინ განამტკიცებდა ამ სიტყვას? თავისი თანმდევი ნიშნებით? იესო ქრისტე. ერთი ეს ზღვარი გვაქვს გადასალახი. ჩვენ ხო ურწმუნო ხალხი ვართ ფაქტიურად. იმიტომ რომ საქმეზე რომ მიდგება, ხვალინდელი დღისთვის გადავდებთ ხოლმე. მოციქულების ეგრე იყვნენ, ჩაიკეტნენ საბღაცა და რა ვქნათ, ადამიანები ვართ რა. მაგრამ ამ ურწმუნო გაგულქვავებული მოციქულების გამოყენებაც შეუძლია იესო ქრისტეს. მაგრამ ჩვენი გამოყენება უფრო მეტად შეუძლია, იმიტომ რომ იმათმა პირისპირ იხილეს და მაინც ურწმუნოები იყვნენ და ჩვენ არ გვინახავს და ვირწმუნეთ, აგერ მან ვზივართ რა. მიაგდა თქვენ მან. და იესო ქრისტე ასე უბნება ისეთ მოციქულებს, თქვენ მიხილეთო და იმიტომ მირწმუნეთო, მაგრამ აი ნეტარი არიან ის ხალხი, ვისაც არ უნახივარ და მირწმუნებენო. თქვენ უფრო მეტი საქმეების აღსრულებას დაკვირდათ უფალი, იმიტომ რომ საქმეებს, რომელსაც მე ვაკეთებ, იმაზე მეტსაც გააკეთებთო თქვენ. ასე წერია წმინდა წერილში. ეხლა ჩვენც ხო გულქვავები და ურწმუნოები ვართ ფაქტიურად, მაგრამ ჩვენს თუ წავალ და ვიქადაგეთ სიტყვას, აი ამ უგუნურ სიტყვას, რომლითაც ღმერთს ჩაფიქრებული აქვს, რომ შეარწყვინოს ყველა ბრძენი და ყველა გონიერი. აი ამ სიტყვას თუ ვიქადაგებთ, ღმერთი ჩვენს შეგვეწევა თავისი ნიშნებით, იმიტომ რომ თავისი სიტყვას ის განამტკიცებს თავისივე სასწაულებრივი ნიშნებით. ამინ? ამენ. ხო და თუ ამინ? ამენ. ხო და თუ ამწებად. წავიწანდე იქადაგეთ. გამოვირჩიოთ ადამიანები. მე ხო ვთხოვე რომ აი წამიყვანეთ. გაიგეთ, მეგობრებო, ვის სჭირდება თქვენი მომსახურება? შეხედე ადამიანს, ილოცე ყოველ დილას შენი სალოცი რა უნდა იყოს, იცი უფალო. აი დღეს დიდი დღეა. ეს დღე შენი შექმნილია. რა ვიცი მე ვის შემახვედრებ? ისეთი ადამიანი შემახვედრე, ვისაც გინდა რომ დაუმოწმო შენი სიტყვა. ქართველი იქნება, სომეხი იქნება, აზერბაიჯანელი იქნება, რუსი იქნება, უკრაინელი, ამერიკელი, არ ვიცი ვის შეხვდები რა. ყველა უყვარს ღმერთს. ამენ. მიდი და შენი სიტყვა მიუტანე. აი ეს უბრალო სიტყვა, შენი სიტყვებით როგორ შეგიძლია და უთხარი, აბა უფალო, მიკერძოებული ხარ თუ მარტო მოციქულები გიყვარს, თუ მარტო გურამის ნალოც ისმენ, თუ მარტო კოტეს ნალოც ისმენ. აბა ერთი ჩემ სიტყვას როგორ გააცოცხლებ და შეეწევი
მიდი რა გაეხარდება უფალს ეს სიამოვნება რომ აი ამ რწმენის ნაბიჯს გადადგამ და დაელოდები როგორ იმოქმედებს უფალი იმიტომ რომ ეს მისი პასუხისმგებლობა ასე წერია თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე ასე წერია ნახეთ და განამტკიცებდა სიტყვას ვინ განამტკიცებდა იესო ქრისტე თავისი ნიშნებით ეს იესოს პასუხისმგებლობაა ჩვენ არა ვართ სასწაულო მოქმედები ჩვენ მოლაპარაკე ხალხი ვართ ჩვენ დაგვავალა წადით და იქადაგეთ წადით და დაუმოწმეთ უთხარით მშვიდობა თქვენდა მოგიახლოვდათ ღმერთის სამეფო იცი იესომ გადაიხადა ფასი რომ შენ აღარ იყო ტანჯვაში აღარ იყო ავადმყოფობაში აღარ იყო მსჯავრდადებული მალე ის კვლავ დაბრუნდება არსებობს 60 და ჯოჯოხეთი და ასე წერია თუ გულით ირწმუნებ და ბაგით აღიარებ თუ თხოვ პატიებას გადარჩები უთხარის გინდა ვილოცოთ გინდა გასწავლო როგორ უნდა ილოცო თუ გეტყვის მინდა ხო კაი თუ გეტყვის არ მინდა კარგად იყავი შემოგევლე როცა მოგინდება აი ჩემი ნომერი დამიძახე იცოდე რომ ღმერთს უყვარხარ შეიძლება იმ მომენტში არ გამოხატოს სურვილი მაგრამ ღამე სულიწმინდამ აღარ მოასვენოს იცით როგორ იყო პილატეს ცოლი მთელი ღამე ძილში ბორგავდა იმიტომ რომ იცოდა რომ მის ქმარს არასწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღო იცით როდესაც აპირებდნენ რომ მორდექაი ძელზე ჩამოეკიდებინათ ღამე ესთერის ქმარს ძილი გაუკრთა ვისაც გაქვს საკითხული ძველი აღთქმა და ძილი რომ გაუკრთა იფიქრა რა გავაკეთო წიგნი წაიკითხა და გაიგო რომ მორდექაი არ იყო მოსაკლავი ღმერთის ხელშია ყველაფერი როცა უნდა ძილს აღარ მისცემს რაღაცას დაასიზმრებს ერთი ახალი მორწმუნე რო ვიყავი ჩემს დეიდაშვილს ყავდა დაქალი და ველაპარაკებოდი ქრისტეზე სახში იყო მოყვანილი ყავდა სტუმრად და თუ აი ესე აკანკალებდა რა არა შენ რაღაცა სექტას მიქადაგებ რაღაცა იქითაკე და ნუ მეც უქადაგე ხა რა ჩემეძლო და ავჩერდი საღამოს დავიძინეთ მე მეორე სართულზე გოგოები პირველზე იყვნენ და დილას ჩამოვედი სასაუზმოდ და რო ჩამოვედი ჩაის სვამთ კარაქიან პურებს მივირთმევთ და ეს გოგო მიყურებს რაღაცნაირად ესე ხმა არ გაუღია ძალიან ძილობიანად დამემშვიდება წავიდა რა ჭირს მე ვთხარი ამ შემდეგაც რა დაეტაკა და ჩემი დეიდაშვილი თია მეუბნება ხამე სიზმარი ნახაო რა სიზმარი ნახა მე ვთხარი ესე ბევრი ახალგაზრდები იდგენენო და ესე მოდიოდაო და ამ ახალგაზრდებს უყურებდაო იესო ქრისტეო და იმ ახალგაზრდებში შენ ციდეკიო მოვიდაო შენთან ხელი დაგადო შეხედაო ამას და უთხრაო ესო ჩემი შვილიაო და გაიარაო და გაეღვიძა ამ გოგოს მე ხო ვერ დავარწმუნე ჩემი ქადაგების უგუნურებით მაგრამ რადგან უქადაგე ღმერთმა ამ სიტყვას შეზძინა თავისი დამაჯერებლობა ხმას ვეღარ იღებდა დილით ამას ხო მე ვერ გავაკეთებ მე ხო ვერ დავასიზმრებ ვიღაცას რაღაცას მაგრამ ეს იესოს უფლებამოსილება ხელმწიფება ჩვენი ვალდებულება რა არის ეს მისი პრეროგატივაა ჩვენი ვალდებულება რა არის ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სიტყვა დროულად და უდროულად და ძალიან არ უნდა მივახციოთ ყურადღება იმას თუ ვიღაცა დაფცინებს თუ ვიღაცა იესო ქრისტეს დაცინეს და რა მოხდა ახლა მე და შენ თუ დაფცინეს რა არა უშავს ამ ფასის გადახდა იესოსთვის ღირს აი ბიჭობაში როცა ვიყავით ხოლმე ქუჩაში ხო ვიღაცა რომ ენას მოგვიტანდა ბიჭო იმან შენზე ცუდი თქვა და რაღაცა და პირველი კითხვა იცი რა იყო ხოლმე ჩვენგან მე შენ რა პასუხი გაეცი იმან რომ ჩემზე ცუდი ილაპარაკა თუ მეტყოდა რომ ძმაო პასუხი მოუთხოვე და უთხარი რომ აი შეგხვდებით და დაგელაპარაკებით რატო ლაპარაკობ პატივისცემას იმსახურებდა ჩვენგან თუ იტყოდა რომ არაფერი არ მეთქია გავიღიმე და უბრალოდ ამბავი მოგიტანე ამასაც ვეჩხუბებოდით ხოლმე რომ ბიჭო შენ თუ მართლა ჩემი გულშემატკივარი ხარ მე თუ მლანძღავდნენ იქ რატო მაშინ მე არ მომეცი მხარდაჭერა ხო აი ესეთი რაღაცა არის იესოსთვის რომ სადღაც გაილანძღები არა უშავს რა ამით გრძნობს ის შენ ერთგულებას მაგრამ სადღაც არ გაილანძღები და როგორც მაზღებულობდნენ პატივით ისე მიიღებენ შენს ერთხელ ლუკას სახარებას კითხულობდა მალე დავამთავრე მეხუთე თავი 1:11
ერთხელ როცა გენისარეთის ტბასთან იდგა და ხალხი აწყდებოდა მას, რათა ღმერთის სიტყვა მოესმინა, დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი და მათგან გადმოსული მებადურები ბადეებს რომ რეცხავდნენ. ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო, ანუ სიმონ პეტრე, მოციქული. და სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა. ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. ლაპარაკი რომ დაამთავრა, უთხრა სიმონს: შეცურდით ღრმად და ბადეები ჩაუშვით თევზის დასაჭერად. მიუგო სიმონმა პასუხად: მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ჩაუშვებთ ბადეს. ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყუδιეს, რომ ბადეები ეხეოდათ. ნიშანი მისცეს მეწილეებს მეორე ნავში, რომ მოსაშველებლად მოსულიყვნენ. მოვიდნენ და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ მიძირებოდნენ. ამის მნახველი სიმონ პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: გამშორდი უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ, რადგან გაოგნებამ შეიპყრო ისიც და ყველა მასთან მყოფიც იმ თევზის სიმრავლის გამო მათ რომ დაიჭირეს. ასევე დაემართათ იაკობსაც და იოანეს, ზებედეს ძეებს, სიმონის მეწილეებს. უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერე. მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და მათ გაჰყვნენ. ეხლა ჩვენ როგორ გონია ეს შემთხვევით დაიწერა სახარებაში ეს ამბავი? ესენი არიან პროფესიონალი მეთევზეები. აი მაგით ჭამენ პურს. აი შეხო ჩახვედი ნიუ-იორკში და რაღაცას მუშაობ რომ პური ჭამო, შენი საქმე გაქვს. იმათ ჰქონდათ ეს საქმე. და კარგები იყვნენ, მაგრები იყვნენ. ნავებიც ჰქონდათ, ბადეებიც ჰქონდათ. ნავის ქონა უკვე სიმდიდრის მომასწავლებელი იყო, ანუ შეძლებულები იყვნენ. ეს ნავი დაქირავებული კი არ ჰქონდათ. და მთელი ღამე გავიდნენ, ჯერ ეხლა რო ყავდეს ნავი და კარგი ბადეები და თევზის რეწვა რო შეგეძლოს, უკვე სერიოზული ბიზნესმენი ხარ. მთელი ღამე გავიდნენ. მინიმუმ 4 კაცი იყო, ხო? აქეთ სიმონი, იქით ზებედეს ძეები, მეწილეები არიან, პარტნიორები არიან, ორი ნავი ყავთ და მთელი ღამე ითევზავეს და ვერაფერი ვერ დაიჭირეს. დაღლილები არიან, იმედ გასრულებულები არიან, ნაპირზე მოვიდნენ, სახში უნდა წავიდნენ და მეორე ღამეს კიდე უნდა ითევზავონ, მაგრამ იესო გამოჩნდა მათ ცხოვრებაში და ეუბნება, რომ ბიჭებო, თქვენი ნავი მათხოვეთ რა. რისთვის გჭირდება? უნდა ითევზაო? ეხლა აღარ არის თევზაობის დრო, არა. თევზაობა არა, სახარება მინდა უქადაგო ხალხს. და თქვენს ნავს გამომაყენებინებთ სახარების აქადაგებლად? მთელი ღამის უძილარი კი ვარ, მაგრამ ეხა მოძღვარი ხარ და კი ბატონო მიირთვი. შევიდა ამ ნავზე იესო ქრისტე, დადგა, უქადაგა და მორჩა ეხლა ამ ქადაგებას. მანამდე ელოდებიან ახლა ესე. რაღაცა მოისმინე, შეიძლება რაღაც მოეწონათ, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ეხლა ამა თავის საქმე აქვს, პროფესიონალები არიან, არც მწიგნობრები არიან, არც მერჯულეები არიან, არ დიდი განათლება. შეიძლება იესო ისეთ რაღაცებს ლაპარაკობდა, ნახევარს ვერც მიხვდნენ, მაგრამ ამ ქადაგების მერე, როდესაც სახარებას მოახმარეს თავისი ეს ქონება და ბიზნესი, იესო ქრისტე ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ეხლა შედით და ბადეები გადაყარეთ წყალში. ეხლა წარმომიდგენია, აი მე რაღაცა საქმეები ვიცი, ვერ ყვევი. ხანდახან ჩემთან მოდიან ხოლმე დილეტანტი ადამიანები და იმ საქმეში რაშიც მაგარი ვარ, რჩევებს მაძლევენ და აი იესო ქრისტე ეხლა კაი მოძღვარია შეიძლება, მაგრამ როგორი მეთევზეა ემჩნევა კოჭებშივე, იმიტომ რომ მთელი ღამე ხო ვითევზავე. როცა თევზაობის დროა, მაშინ ვითევზავე და ვერაფერი დავიჭირე და არა და პატივსაცემი კაცია და მაინც გაუბედა და უთხრა: იცი რა მოძღვარო, მთელი ღამე ვითევზავეთ რა. და ვერაფერი ვერ დავიჭირე და ეხლა რახან შენ გვეუბნები, კაი. უბრალოდ ხათრს ვერ გიტეხავთ. როცა იესოს უთმობ შენ დროს, მას აქვს ზებუნებრივი გზები, შენს ლოგიკაში რო ვერ ჯდება, ამ ქვეყნიურ სისტემას რო არ ექვემდებარება, აი, როგორ შეიძლება ადამიანმა კვირაში 6 საათი ყველაზე კარგი პრაიმ ტაიმი როა, რომ მაშინ უნდა იტაქსაო, მაშინ უნდა იმუშაო, დაუთმო იესო ქრისტეს სახარების გადაგებას, მის ეკლესიაში სიარულს, მისი მსახურებისთვის გადადო და შემდეგ დარჩენილ დროში უფრო წარმატებული იყო იმათ ფონზე, ვინც დღე და ღამე მუშაობს. ქვეყნიურ ლოგიკაში ეს არ ჯდება, ქვეყნიურ სიბრძნეს ეს არ ექვემდებარება, მაგრამ რა წავიკითხეთ წეღან, ღმერთს უყვარს, როცა აი ამ ქვეყნიურ სიბრძნეს გააუგუნურებს და თავისი ჯვრის სისულელით, ვიღაცისთვის რო სისულელეა, ადამიანებს მიწვდება და დაარწმუნებს, რომ ღმერთის უგუნურება ადამიანურ სიბრძნეზე გაცილებით უკეთესია. აი შევიდნენ
გადააგდეს და ალბათ კარგი დღეებიც ჰქონდათ ხო მოციქულებს. ბევრი თევზი რო დაუჭერია ესეთი, მაგრამ აქ ლაპარაკი რაზეა იცით? აქ იმდენად ბევრი თევზი დაიჭირეს, რომ ნავები ხო ეძირებოდა, გაოგნებულები იყვნენ. თევზს რო დაიჭერ და გაოგნებული რო ხარ, რას ნიშნავს? წარმოიდგინეთ ცოტა ხანი სიმონ პეტრე რო გაოგნებულია. როგორ შეიძლება ამდენი თევზის დაჭერა? მარტო ის კი არა, მისი პარტნიორებიც, მეწილეებიც გაოგნებულები არიან. ნავები აღარ ყოფნით, იმდენია. უი რა კაია, ამის მერე სულ იესოს უნდა უთხრა, რომ მათევზაოს ხოლმე, ეს აზრი კი არ მოუვიდათ. რას მიხვდნენ, იცი? რა დროს თევზაობაა, ხალხო? ეს ვინ ყოფილა? აღარც თევზი მინდა, აღარც ბადე მინდა, აღარც ნავი მინდა. მიყარეს ყველაფერი, ეს თევზებიც მიყარეს. ეს ნავებიც მიყარეს, ყველაფერი დაყარეს და გაყვნენ იესო ქრისტეს. რა შეხვედრა იყო იესო ქრისტეს გამოცხადებასთან, მის ჭეშმარიტებასთან, წარმოგიდგენიათ? არ გინდა ისეთი რამე გააკეთოს იესო ქრისტემ შენ ცხოვრებაში, რომ ყველაფერი დაგავიწყოს, რაც შენთვის ფასეულია. ეხლა დაუთხრა იესო, გამოყვები შენ, აღარაფრის დარდი აღარ მაქვს. აი, შენი საქმე უნდა ვაკეთო და ჯერა რომ შენ ყოველთვის უზრუნველყოფ შენი მიზნისთვის მოწოდებულ ადამიანებს იმით, რაც მათ სჭირდებათ. მე არ ვამბობ ეხლა, რომ ემოციების ფონზე ყველაფერი გადავაგდოთ და სამსახურებში აღარ ვიაროთ. მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ მე ვისურვებდი ერთხელ ისე გამაოგნოს უფალმა, რომ ყველაფერი მიმატოვებინოს. თუმცა სანამ ამაზე ააკეთებს უფალი, ხო? მინდა რომ აი ამ თავისუფალ დროში მაქსიმალურად ეფექტურად მიუძღვნა ჩემი თავი ღმერთს. მივცე რა საშუალება. მივცე საშუალება, რომ ერთ დღეში გამაკეთებინოს ის, რასაც ადამიანები 10 დღეში აკეთებენ. იმიტომ რომ როცა ღმერთთან ერთად შრომობ, ღმერთი შენს ხელებს ნაყოფებს უმრავლებს. აი ჩემთან ერთად ეკლესიაში მოვიდნენ ადამიანები, მათ შორის ჩემი ნათესავებით ზოგიერთი, ვინც აი ერთად მოვინანიეთ, მოვედით და მე როდესაც დავრწმუნდი, რომ ღმერთი მართლა იყო, ვთქვი რომ ღმერთო, შენ უნდა გამოყვე, რაც არ უნდა მოხდეს. აი იყოს სერიოზული შემოთავაზებები სამსახურში, საზღვარგარეთ, სხვათა შორის ამერიკაშიც თავაზობდნენ წამოსვლას, უცხოენაც ვიცოდი და პრობლემებიც არ მქონდა, მაგრამ ღმერთი დაელაპარაკა ჩემს გულს და ვთქვი, არა, აი აქ უნდა დავჭე. ეს იყო 97 წელი, როცა არ ჩუქი იყო, არც გაზი იყო საქართველოში. მაგრამ ადამიანებმა იყვნენ ჩემს გვერდზე, ჩემი მეგობრები, ზოგიერთი ნათესავი, რომ გურო, აი, წავალ რა ძმაო, აი, წამს ღმერთის, მოდი იცი რას ვიზამ, სახს ვიყიდი, ცოტა ფინანსურად მოვკეთდები და მოვალ მერე შენთან ერთად ვივლი. 28 წელიწადი იწელება მოვალ მერე. რამოდენიმე ადამიანი ვიცი, ვინც ჯერ კიდევ ვერ მოვიდა. ეს მახია, მეგობრებო. ეს არ მთავრდება. მე იმას არ ვამბობ, რომ მე არ მიმუშავია. მიმუშავია, მუშაობ კიდეც. მაგრამ ჩემი აი აქ ეკლესიის წიაღში დარჩენა უფრო ეფექტური გამოდგა მე ჩემთვის რაღაცა რომ მივდიოდი და რაღაცა გასაყიდი რო ჩამომქონდა, რაღაცა რომ მივდიოდი და რაღაცას ვაშენებდი, ვაკეთებდი. უფრო შეძლო ღმერთმა ეკურთხებინა ჩემი ერთხელ გადაგდებული ბადე წყალში, ვიდრე ვიღაცის მთელი ღამე თევზაობა იესოს გარეშე. აი აქეთ მინდა რომ გამოწვევა გაგიკეთოთ. ღმერთთან ერთად მუშაობა გაცილებით მეტი ნაყოფის მომტანია, თუ უფალი ხედავს, რომ მისი მსახურებისთვის, მისი სახარებისთვის ხარ მოწოდებული და მოტივირებული. და ზოგიერთმა თქვენგანმა ძალიან კარგად იცის, რასაც ვლაპარაკობ ახლა მე. არ ჭირდება ჩემი სწავლება, მაგრამ არის თქვენ შორის ისეთებიც, ვისაც ახლა მოუწევს აი ამ გამოწვევის მიღება და თქმა, რომ ერთი მინდა ღმერთო, შენ სახარებას მოვახმარო ხარისხიანი დრო, შენი ადამიანების გადარჩენას და მაინტერესებს როგორ მაკურთხებ მე და გაკურთხებს. დაუთმე შენი ნავი იესო ქრისტეს სახარებას. და შენი გადაგდებული ბადე უფრო მეტ თევზს გამოიღებს. და აი ამ ადგილს წავიკითხავ და შემდეგ ვილოცოთ.
მათეს 19 თავში. მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა, აჰა, ჩვენ ყოველივე მივატოვეთ. და შენ გამოვყევით. და საინტერესოა რა. ჩვენ ყოველივე მივატოვეთ და შენ გამოვყევით. მაშინ რა გვექნება? მაინც ძალიან მოხერხებულია ეს ჩვენი პეტრე რა. სუფთა წმინდა წყლის ებრაელი არის. ხო გაყვა, ვინმე დააძალა რამე. მაგრამ მაინც შეახსენა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და გამოვყევითო და დარწმუნებული ვარ, უფალი იესო ქრისტეს ასეთი კითხვა არ აღიზიანებს მეგობრო. ეს ლოცვაა, რა, შენ შეგიძლია დადგე შენი ღმერთის წინაშე და უთხრა, დღეს საღამოს ძილისი რო უფალო, ვფიქრობ რომ გამოყვე რა, ვფიქრობ რომ ცხოვრება შენ მოგიწმდა და რა მექნება? უყვარს უფალს აი ესეთი ბიზნეს გარიგება შენთან. გეტყვის რა გექნება? მე არაერთხელ მითხრა. მე ერთხელ მითხრა, იცი რა, დღეში 8 საათი, უმუშევარი ვიყავი, დღეში 8 საათი, ახალი მორწმუნე რო ვიყავი. დაუთმე ჩემთან მოზიარეობას, ჩემს მსახურებას. როგორც სამსახურს ესე და მე შენ უზრუნველყოფ შენთვის საჭირო საკვებით და შემოსავლით. ცოტა გამიჭირდა. მაგრამ გავყევი. მოყოლილიც მაქვს თქვენთვის რაღაცა ისტორია. ხოლო იესო მუთხრა მათ, ჭეშმარიტად გეუბნებით რომ თქვენ ვინც მე გამომყევით ხელახლა დაბადებისას, როცა ძეკაცისა თავისი დიდების ტახტზე დაჯდება, თქვენც დასხდებით 12 ტახტზე, ისრაელის 12 ტომის განსაკითხად. და ყველა ვინც მიატოვა სახლი, ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ყანები ჩემი სახელის გულისთვის, ასმაგად მიიღებს და საუკუნო სიცოცხლეს დაიმკვიდრებს. ხო და მრავალი პირველთაგან უკანასკნელი იქნება და უკანასკნელთაგან პირველი. იცი აი ფარა რო შემოbrunდება, ვინც ფარის ბოლოს იყო, პირველი აღმოჩნდება. და ეს ადგილი მერე გამახსენეთ, ეხლა აღარ მინდა რომ გავაგრძელო ძალიან. აი ეს ფარის შემოbrunებაზე უფალი როცა დამელაპარაკა, რა მასწავლა აქედან ამას მერე მოგიყვებით. დამელაპარაკა რა წმინდა წერილიდან გამახსენა ფიქრებში და მივხვდი რომ უფალი მელაპარაკებოდა. აი ეს არის მეგობრებო. უფალი ამბობს რომ 100 წილად ღებულობს, 100 მაგათ მიიღებს, როცა ადამიანი რაღაცას გაიღებს სახარების გულისთვის, რაღაცას გაიღებს იესო ქრისტეს გულისთვის. ეს გამოწვევა არის. ეს უზენაესი ღმერთის სიტყვებია. ეს არ არის ჩვენი ამ ქვეყნიური მოძღვრების რაღაცა მონაჭმახი. ეს თავად იესო ქრისტეს სიტყვებია და მე მინდა რომ გამოგიწვიოთ თქვენ მიიღოთ ეს გამოწვევა. მე მინდა რომ აი ამ ახალ ეტაპზე გადავიდეთ. გამოვცადოთ იესო ქრისტე ამაში. მოდი ეს კვირა, ეს შემდეგი კვირა იყოს სახარების გავრცელების კვირა. რამდენი ადამიანია რა, სოციალურ ქსელში, ქართველები, ჩვენ ენაზე, ჩვენ კულტურაზე მოლაპარაკე ხალხი. კავკასიიდან ჩამოსული ხალხი. მოდი ყველამ ერთ ადამიანს მაინც დაუმოწმოთ, ველაპარაკოთ და ნახოთ რას გააკეთებს იესო ქრისტე. როგორ გაამაგრებს, როგორ განამტკიცებს ჩვენს ნალაპარაკებს სიტყვას თავისი საქმეებით. და მერე დაუმოწმოთ ერთმანეთს რა მოიმოქმედა იესო ქრისტე. იმიტომ რომ ეს უკვე აი როგორც პატარა ევამ კუბიკების დალაგება დაიწყო, იმას გავს დაგვიდგა დრო მეგობრებო, ის განძი რომელიც ჩვენში არის, როგორც თიხის ჭურჭლებში, შიგნით არ დავტოვოთ შაკეტილი, გამოვიტანოთ და სხვა ადამიანებსაც გაუზიაროთ. ამინ. ამენ. უფალმა გაკურთხოთ მეგობრებო, ეხლა მე ლოცვა შევასრულებ და შემდეგ დაგემშვიდობებით. თუ რაიმე კითხვები არ გაქვთ, რამე კითხვები ხომ არ გაქვთ? ესე იგი ყველაფერი გაგებულია. მოდი ვილოცეთ. უფალო, მადლობა შენი სახარებისთვის, შენი სიტყვებისთვის ღმერთო. მადლობა შენი შეგონებისთვის, მადლობა რომ ზრდი შენს ეკლესიას. გვაძლევ მიმართულებას უფალო, დიახ ღმერთო, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დაკარგული სულების გამხნევება, გადარჩენა, რამე თუ შენ თვითონ გითხარი, ერთი ცხვარიც რო იყოს დაკარგული, მეცხვარე მიატოვებს 99-ს და წავა იმ ერთის მოსაძებნად. უფალო, ვაკურთხებ ბრუკლინის ეკლესიას. ვაკურთხებ თითოეულ ადამიანს, ვინც ახლა ისმენს ამ გადაგებას და ვინც მოგვიანებით მოისმენს, რომ გაიხედოს მის
თვალსაწიერში სადმე ხომ არ არის ის ერთი დაკარგული ბატკანი, რომლის გადასარჩენადაც გინდა რომ გააგზავნო ღმერთო. აკურთხე ჩემი დაძმები, მიეცი მათ გაბედულება. ნუ შეხედავენ თავიანთ სისუსტეებს უფალო. დაეხმარე მათ რომ რაც იციან ის სიყვარული შენს შესახებ, ის სამახარებლო უწყება, გაუზიარონ ადამიანებს, ვისაც სჭირდება ეს სიტყვა და ეს სიხარული ღმერთო და განამტკიცე შენი ნიშნებით მათი ბაგიდან გამოსული სიტყვები. შენივე ძვირფასი სახელის სადიდებლად. გაიწოდე ხელი განსაკურნებლად, გადასარჩენად, მაღლიდან საშობად ღმერთო, გასანთავისუფლებლად, განდევნე ეშმაკები მათი ლოცვით, მათი დამოწმებით, მათი სიტყვით და განადიდე სახელი შენი და უჩვენე რომ შენი სიტყვა დღესაც ცოცხალია, მოქმედია, ორლესულ მახვილზე უფრო ბასრია, რომ შენ დღესაც იგივე ხარ, როგორიც იყავი გუშინ და როგორიც იქნები უკუნისამდე. ჩვენ კი როცა ვიხილავ ჩვენ საქმეებს, გვეცოდინება რომ ეს ჩვენი სიბრძნის, ჩვენი გონება מחვილობის დამსახურება კი არა, შენი სულის დამსახურებაა და მთელ დიდებას მოგიზვნით შენ, ერთადერთო და ჭეშმარიტო ღმერთო, ჩვენო ზეციერო მამაო, უფალო იესო ქრისტეო და ძვირფასო წმინდა სულო და ყველამ თქვას ამენ. გაკურთხოთ უფალო მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან, უკვე აი დღეებს ვითვლი და სულ მალე უფლის ხალობით ვიქნები თქვენთან. მადლობა. მან უკმათ არ ვიქნებით, ოღონდ მაკო უკვე ბილებს ილესავს, ონლაინ ჯგუფიც უნდა შევქმნათ. მახარებლობის ტექნიკაზეც ვილაპარაკებთ, როგორ უნდა ვიმახარებლოთ, როგორ მოვიპატიჟოთ ხალხი. სახურთა პატარა მინი ჯგუფიც გვეყოლება, ვისაც გექნებათ სურვილი, ყველას შაქთავთ. მაკოც გაგვიზიარებს ხოლმე თავის გამოცდილებას, მეც და ხან ონლაინ ჩაგერთვებათ აქედან, ხან მე ვიქნები მან და უჯრედულ მსახურებებზეც უნდა ვიფიქროთ. ასე რომ წინ ბევრი საქმეები გველის გარდა ეკლესიის რეგისტრაციისა. უფალმა გაკურთხოთ, ნელა-ნელა უფალს უნდა მივყვეთ ფეხ-და-ფეხ, რომ მისი ჩანაფიქრი მოვიყვანოთ სისრულეში. ამენ. ამენ. მადლობა. გელოდებით. აბახე, კოცნით სულ ყველას. კარგად, კარგად. Thank you.